ესე იგი, ამ ხუმრობაში მე და ჩემმა ქალბატონმა მოვამზადეთ ესეთი სასაცილო და ძალიან გემრიელი ტორტი. ვიწყებთ ბისკვიტით, რომელშიც რა თქმა უნდა გვჭირდება კვერცხი, ჯერ ცილა მომყავს შაქართან ერთად და შემდეგ უმატებ კვერცხის გულს. ამ ყველაფერს კარგად გავაერთიანებთ და შემდეგ უმატებ ფქვილს, აი ესე გაცრილს. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა შეგვყავს თითო სუფრის კოვზობით ფქვილი. აი ესეთ სათქვები უკვე აღარ დაგვჭირდება ამ ეტაპიდან და მე მიყვარს კოვზით მუშაობა. ნახეთ, აი ასე შიგნიდან ამომაქვს ცილა და ზემოდან დარჩენილ ფქვილს ნელ-ნელა უკვე თავად შეიწევს ხოლმე და მოძრაობით, რა თქმა უნდა, ვეხმარები. როგორც გვეუბნებიან ამ საქმის პროფესიონალები, ძალიან ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ და აი ესეთი ღრუბლისებრი კვერცხის მასა არ უნდა გავაფუჭოთ ჩვენი ძალიან უხეში მოძრაობებით, ამიტომ ესე ნაზად ვცდილობ ხოლმე რომ ფქვილი შევიყვანო ბისკვიტისთვის. აი აქ უკვე მზად არის ჩვენი მასა იმისათვის რომ გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. ფორმას აუცილებელი არის რომ მოვაყაროთ ფქვილი და ასე ყოველი მხრიდან მოვატაროთ და იყოს ფქვილიანი ზედაპირით, არანაირი ცხიმი არ სჭირდება. და რა თქმა უნდა, მასას ვათავსებთ პირდაპირ საცხობ ფორმაში. ღუმელი არის წინასწარ გახურებული და მზად იმისთვის, რომ გამოაცხოს ჩვენი ფაფუკი ბისკვიტი. და სანამ ეს გამოცხება, მე აქვე გაგიზიარებთ ორნაირი კრემის რეცეპტს. რეალურად ბაზა არის ერთი, ვიწყებ რძით და ფქვილით. რაოდენობებს, რა თქმა უნდა, ამასაც მივუთითებ კომენტარებში. გავხსნით ერთმანეთში და ეს არის მოხარშული კრემი, ბევრისთვის ნაცნობი, უბრალოდ აქვე ვუმატებ ვანილს და ჩემი პატარა განსხვავებული ხრიკი არის ის, რომ ცხელ კრემშივე ვუმატებ კარაქს. და როდესაც ეს კრემი შეცირდება, ძალიან კარგი სტრუქტურის გამოდის და შეგვიძლია თამამად გამოვიყენოთ ტორტებში. ახლა კი მიღებული კრემიდან ცოტას გადავინახავ, დანარჩენში კი დავადნობ შოკოლადს, რადგანაც მივიღო შოკოლადის კრემიც. ჩემს ქალბატონს ძალიან უყვარს შოკოლადის კრემებით ნებისმიერი დესერტი და რა თქმა უნდა, ამ მარტივი ხერხით შეგვიძლია მივიღოთ ძალიან გემრიელი და არომატული კრემი. რატომაც არა. აი ასე გამოიყურება უკვე შოკოლადის კრემი, საკმაოდ კარგი სტრუქტურა აქვს, თუმცა ეს ჯერ კიდევ თბილია და კარგად შესქელდება. თეთრ კრემში კი მე ვამატებ ცოტაოდენ კრემყოლს ან არაჟანს. სურვილისამებრ შეგიძლიათ შეურიოთ, ძალიან კარგ სიმყარესაც აძლევს, სტრუქტურას და გემოებს ხომ თავისთავად. ძალიან მიყვარს ასევე ტკბილ მჟავე დესერტები, ამიტომ თეთრ კრემში მე აუცილებლად დავუმატებ ლიმონის წვენს. შეგვიძლია მაცივარში მოვათავსოთ კრემები 1 საათით მაინც, ჩვენი ბისკვიტის როცა გაგრილდება, შემდეგ გავჭრით, დავნამავთ და სურვილისამებრ ვაფორმებთ. თუ კი ცდით, გამიზიარეთ, როგორ მოგეწონათ აი ეს რეცეპტი. აბა გემრიელად!